აუქციონებზე ხელოვნების ნამუშევრების ასტრონომიული ფასები როგორც წესი რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით აიხსნება. იშვიათობა, წარმომავლობა, კულტურული გავლენა და ავტორის რეპუტაცია. ცნობადობა კიდევ უფრო ზრდის ღირებულებას. ყიდველები დამატებით თანხას იხდიან ისტორიულად მნიშვნელოვან ნამუშევრებში ან იმ ნახატებში, რომლებიც ადრე პრესტიჟულ კოლექციებში ინახებოდა. ყოველწლიურად ხელოვნების კოლექციონერები და ინსტიტუციები აუქციონებზე ასეულობით $1 მილიონ ხარჯავენ იშვიათი შედევრების შესაძენად. ასეთი მაღალი პროფილის გაყიდვები ასახავს არამხოლოდ ნამუშევრების კულტურულ მნიშვნელობას, არამედ ხელოვნების ძლიერ როლს სტატუსის, მემკვიდრეობისა და ფინანსური ინვესტიციის სიმბოლოდ. ქვემოთ წარმოდგენილი მონაცემთა ბაზა აერთიანებს აუქციონებზე ოდესმე გაყიდულ 5 ყველაზე ძვირადღირებულ ხელოვნების ნამუშევარს, რომლის რეიტინგიც დაფუძნებულია Art News-ის მონაცემებზე. მეხუთე ადგილი მწოლიარე სიშიშვლე, $170.4 მილიონი, ავტორი ამადეო მოდილიანი. ამადეო მოდილიანის მწოლიარე სიშიშვლე ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ნამუშევარია მე-20 საუკუნის მოდერნიზმის ისტორიაში. ეს ნახატი შეიქმნა 1917-18 წლებში იმ პერიოდში, როდესაც მოდილიანი პარიზში ცხოვრობდა და აქტიურად მუშაობდა შიშველი ქალის თემაზე, სერიაზე, რომელმაც ერთდროულად სკანდალიც გამოიწვია და მისი ხელწერაც უკვდავყო. მოდილიანის სიშიშვლე მკვეთრად განსხვავდება კლასიკური აკადემიური ტრადიციისგან. წაგრძელებული სხეული, მშვიდი, მაგრამ უშუალო მზერა, რბილი ხაზები და თბილი ტონები ქმნის ინტიმურ, ადამიანურ და თითქმის მედიტაციურ განწყობას. აქ შიშველს სხეულს არ აქვს პროვოკაციული მიზანი. იგი წარმოდგენილია როგორც ბუნებრივი, ემოციური და ღირსეული ფორმა. ამ ნახატის ისტორიამ კულმინაციას 2015 წლის ნოემბერში მიაღწია, როდესაც მწოლიარე სიშიშვლე ნიუ-იორკის კრისტის საღამოს აუქციონზე $170.4 მილიონ გაიყიდა. ამ შედეგმა იგი იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ნამუშევრად აქცია, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა და აბსოლუტურ რეკორდად მოდილიანის შემოქმედებაში. ნამუშევარი შეიძინა ჩინელმა კოლექციონერმა ლიუ იკიანმა, ლონგ მუზეუმის დამფუძნებელმა, რაც ნათლად ასახავდა იმ პერიოდის ახალ რეალობას, აზიური კაპიტალის მზარდ გავლენას გლობალურ ხელოვნების ბაზარზე. მეოთხე ადგილი ალჟირელი ქალები, $179.4 მილიონი, ავტორი პაბლო პიკასო. ალჟირელი ქალები, ნავთობით ტილოზე შესრულებული კომპოზიცია, რომელიც პიკასომ 1955 წლის 14 თებერვალს დატოვა როგორც 15 ნამუშევრისგან შემდგარი სერიის ფინალური ვერსია. 1 მაისს 2015 წელს იგი ქრისტის ნიუ-იორკის გაზაფხულის აუქციონზე თითქმის $180 მილიონად გაიყიდა. ეს თანხა მოიცავს აუქციონის საკომისიოსაც და იმ პერიოდისთვის გადააჭარბა მთელი აუქციონის ისტორიის მანძილზე ნანახ რეკორდებს. ნახატი კომპოზიციურად ფინალური ვიზუალური ეფექტით და დეკორატიულობით გამორჩეული ნამუშევარია, რომელიც პოპულარულ ემოციურ და პრესტიჟულ მოთხოვნას აძლიერებდა. ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ ნამუშევარი ერთი მხრივ არ არის პიკასოს შემოქმედების აბსოლუტური ზენიტი. ტექნიკური თვალსაზრისით, მაგრამ ვიზუალურად და სახელოვანი წარმოჩენით ნათლად მიმართავს საკოლექციო ბაზრის ლოგიკას, დიდ ციფრებს, საჯარო დისკურსსა და ხელოვნების აქტივების მიმართ ინტერესს. მესამე ადგილი მერლინი, $195 მილიონი, ავტორი ენდი უორჰოლი. ენდი უორჰოლის მიერ შესრულებული მერლინ მონროს პორტრეტი სახელწოდებით Shot Sage Blue Merlin ნიუ-იორკში გამართულ კრისტის აუქციონზე რეკორდულ ფასად $195 მილიონ გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე მაღალი თანხა, რაც კი აუქციონზე ოდესმე ამერიკელი ხელოვანის ნამუშევარში გადაუხდიათ. აუქციონის გამართვამდე კომპანია ქრისტისმა მონროს პორტრეტი $200 მილიონ შეაფასა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. სააუქციონო სახლის ინფორმაციით ამაზე მაღალი შეფასება დღემდე აუქციონზე გამოჩენილ არც ერთ ნამუშევარს არ დაუმსახურებია. თავისთავად Shot Sage Blue Merlin-მა რეკორდი ენდი უორჰოლის ნამუშევრებს შორისაც მოხსნა. ამერიკელი ხელოვანის მიერ შესრულებულ აუქციონზე გაყიდულ ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშად ამ დრომდე Silver Car Crush მიიჩნეოდა. ის 2013 წელს $105.4 მილიონ გაიყიდა. Shot Sage Blue Merlin 1964 წელსაა შესრულებული. ხელოვანმა პორტრეტის შესაქმნელად მერლინ მონროსთვის გადაღებული ფოტო გამოიყენა 1953 წლის ფილმიდან ნიაგარა. Shot Sage Blue Merlin ენდი უორჰოლის ნამუშევრების სერიაში Shot Merlins შედის. მეორე ადგილი ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტი, $226.4 მილიონი, ავტორი გუსტავ კლიმტი. გუსტავ კლიმტის სტილო ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტი ნიუ-იორკში გამართულ სოტბის აუქციონზე $236 მილიონ გაიყიდა, რაც ავსტრიელი მხატვრის ნამუშევრებისთვის რეკორდულად მაღალი შეფასებაა. 1 მეტრი და 80 სანტიმეტრის სიმაღლის პორტრეტი, რომელიც 1914-16 წლებში იქმნებოდა ვენის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის, სპილენძის მაგნატ ავგუსტ ლედერერის ქალიშვილს ასახავს. პორტრეტი კლიმტის იმ ნამუშევრებს შორისაა, რომლებიც ნაცისტებმა ვენაში მდიდრული ებრაული ოჯახების ძარცვის დროს მოიპარეს. მეორე მსოფლიო ომის დროს ნახატების უმრავლესობა
უმრავლესობა განადგურდა, თუმცა აღნიშნული ტილო 1948 წელს ელიზაბეტის ძმას ერიხს დაუბრუნეს. ერიხ ლედერერმა კლიმტის ტილო 1983 წელს ხელოვნების დილერს სერჟ საბარსკის მიჰყიდა, ხოლო 2 წლის შემდეგ ის კოსმეტიკის ინდუსტრიის მილიარდერმა ლეონარდ ლაუდერმა შეიძინა. სოტბის აუქციონზე პორტრეტი სწორედ ლაუდერის ხელოვნების ნიმუშების კოლექციის სხვა ნამუშევრებთან ერთად გაიტანეს. სოტბის თავდაპირველი პროგნოზით ლაუდერის კოლექციის შეფასება აუქციონზე $9 მილიარდ მიაღწევდა, თუმცა ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტი უკვე ნავარაუდებ $150 მილიონზე მაღალი შეფასებით გაიყიდა. პირველი ადგილი სალვატორ მუნდი $450.3 მილიონი, ავტორი ლეონარდო და ვინჩი. სპეციალისტების თქმით, ნახატი სახელწოდებით სალვატორ მუნდი 1505 წელს არის შესრულებული, ტილოზე კი იესო ქრისტეა გამოსახული. ამ ნამდვილ შედევრში წარმოუდგენელი სიღრმისაა უფლის თვალები, რომელსაც ბოლომდე ვერც უსწორებს ნახველი თვალს. გამოსახულებაზე ქრისტეს მოსავს რენესანსის პერიოდის ტანსაცმელი, მარჯვენა ხელით იძლევა კურთხევას, ხოლო მარცხენა ხელში უჭირავს კალციტის ულამაზესად და უმაღლესი ოსტატობით გამოსახული გამჭვირვალე სფერო, თუმცა მკვლევრები თვლიან, რომ არა კალციტი, არამედ წყლით სავსე სფეროა. ეს ფიგურა რენესანსის ეპოქაში სამყაროს განასახიერებდა. ნახატი წარსულში დაიკარგა და მისი ისტორიაც მიივიწყეს. გამოსახულებას სახედად მათ გადაახატეს. 1958 წელს ლონდონში გამართულ აუქციონზე და ვინჩის სალვატორ მუნდი სულ რაღაც 45 გირვანქად გაიყიდა. 2005 წელს სალვატორ მუნდი ამერიკელმა ბიზნესმენმა შეიძინა და ნამდვილი წარმომავლობა 6 წლიანი გამოძიების შემდეგ დადგინდა. მოგვიანებით ნამუშევარი ისევ გამოიტანეს აუქციონზე და 2017 წლის 15 ნოემბერს კრისტისმა ნიუ-იორკში პრინც ბადრ ბინ აბდულა ალ-საუდიზე გაყიდა, რამაც აუქციონების ისტორიაში ნახატში გადახდილი ყველანაირი თანხის რეკორდი მოხსნა.